ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო. წარმოიდგინეთ ერთი წამით მერაბ დვალიშვილი რომ გირეკავს საქმის გასარჩევად. ვაი, სუნი აქვს, ზუსტად ის ძველი მანქანის სუნი გამახსენდა, რა კარგია. ვაუ! მოგესალმებით. მე თორნიკე ვარ, ეს კვირის გადახვევაა და გასული დღეების რეზონანსულ სიახლეებს თქვენთან ერთად შევაჯამებ. ეს კვირა სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებით იყო დახუნძურული. შევიტყვეთ, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს. ბავშვობაში სულ მასწავლიდნენ, რომ ბევრი კეთილი საქმე უნდა მეკეთებინა. აუცილებლად დაგიფასდებაო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ დაფასებისკენ მიმავალი უფრო მოკლე გზებიც არსებობს. ზუსტად ასევე დაუფასდა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპში მსახიობობა ოთარ კიტეიშვილს, რომელიც კაშიას და კვარაცხელიას არყოფნაში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს უკაპიტნებს. რაც შეეხება კიდევ ერთ მოსამართლეს, ირაკლი შვანგირაძეს გამოირჩა საგმირო საქმეებით და ბრალდებულების დედები პროცესზე არ დაუშვა. კარგი კაცია, რა გინდათ? ყველაფრისგან პრობლემას რატო ქმნით? იმიტომ არ დაასწრო დედები, რომ მათ ნერვებს გაუფრთხილდა. როგორი სანახავია დედისთვის მის შვილს პატიმრობაში რომ ტოვებენ. ხო და ამანაც არიდა რა ამ სანახაობას. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტში აქტიური ჩართულობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ზედ მიაყოლეს რამდენიმე ლექტორიც. მერე სტუდენტები კი აღადგინეს, მაგრამ მაინც რას არ მოსწრებივართ. აქციაზე დგომის გამო სამსახურიდანაც გაუშვიათ ადამიანები, უგინებიათ, უცემიათ, მაგრამ უნივერსიტეტიდან გარიცხვა მაინც რაღაც ახალია. მაგრამ მე უფრო კარგი იდეა მაქვს ხოცებისთვის. სურსათის მაღაზიებს უნდა აუკრძალოთ, რომ აქციებზე მდგომ ხალხს საჭმელი მიყიდონ. ან ეგენი ავადრო გახდებიან, ექიმებს უნდა აუკრძალოთ, რომ უკურნალონ. კვირის გადახვევა ისე როგორ იქნებოდა, მამუკა მდინარაძე რომ არ გვეხსენებინა. Deep State-მა რებრენდინგი განიცადაო. აქამდე თუ დონორი ორგანიზაციები გვებრძოდნენ, ახლა პირდაპირ სახელმწიფოები გვებრძვიანო. მაგალითად შვედეთი, ესტონეთი და ნორვეგიაო. რა მაგრები არიან ისე ეს კოცები რომ დააგვიყვე. Deep State-მა ხელში ჩაიგდო მთელი ამერიკა, კანადა, აქეთ საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, შვედეთი, მაგრამ საქართველო, ნუ რას უკაცრავად, აქ კობახიძე და მდინარაძე დგანან მედგრად. რამე არ შეგეშალოთ, ბიჭო. მომდევნო ამბავიც მამუკა მდინარაძის ნათქვამს შეეხება. პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაშიო. თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშანიც კი არ ჩანსო. მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები, ეს არის რეალური ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ, თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობაო, დანანებით დასძინა მამუკამ. მოკლედ, ხოცები მაგარი აჭრილი არიან ტრამპზე, ვერ ჩამოყალიბებულან რა პოზიცია დაიჭიროთ. გამოიცანით რატომ? დიახ, იმიტომ რომ ჯერ რუსებიც ვერ ჩამოყალიბდნენ და დირექტივები არ არსებობს. სხვადასხვა მედვედევმაც ახსენა Deep State-ი თავის ტვიტში. მოკლედ, რუსები და ხოცები მაგრად ეტენებიან ტრამპს. ხო, შენ რო გაქვს ნათქვამი Deep State-ზე, ჩვენც მაგაზე ვსაუბრობთ და მოდი ერთად დავამარცხოთ. ისე წინა გადაცემაში შეუსწორეთ კრემლის სპიკერს, რაღა დროს გლობალური ომის პარტია, მაგას უკვე Deep State-ს ვეძახით მეთქი და გაუთვალისწინებიათ. ვინც ის FSB-ს გვიყურებს, ხალხო? ხო, აქვე შეგახსენებთ, რომ FSB-სთან ერთად თქვენს თუ გინდათ საქმის კურსში ყოფნა, უნდა გამოიწეროთ ჩვენი საკომუნიკაციო არხები. ხო, რაც შეეხება ტრამპს, ისე ცოტა უცნაური კაცია. ქოცს მართლა წააგავს რაღაცით. აგერ ძმაკაც გაუჭირდა, რაღაცა პატარა კომპანია აქვს, აქციები დაეცაო დაუჩივლია. ხო და ამანაც რა პრობლემაო? მოდი აგერ მე ვიყიდი შენს მანქანას და მთელ სოფლიოში გაშუქდებაო. გაიმართები ისევ წელშიო. ასე მოაწყვეს თეთრი სახლის წინ Tesla-ს საჯაროდ შეძენის PR აქცია. I love Tesla. Thank you, sir. The car are you going to buy? The one I like is that one. And I want that same color. All right. ისე ჩვენ ბიზნესაც უყვარს მანქანები. ოღონდ ცოტა სხვანაირი. მაგარია. ვაი, სუნი აქვს, ზუსტად ის ძველი მანქანის სუნი გამახსენდა, რა კარგია. ვაუ! დავუბრუნდეთ ისევ სინდისის პატიმრებს.
ბევრი პროცესი იყო ამ კვირაში, რა ვქნათ. მიმინოშვილმა შეყვარებულს პირდაპირ სასამართლოს ხდომაზე სთხოვა ხელი და თანხმობაც მიიღო. სამწუხაროდ ეს იყო დაცვის მხარის ერთადერთი შუამდგომლობა, რომელიც მის სასამართლოს ხდომაზე დაკმაყოფილდა. ერთ-ერთი პოლიტპატიმარი რეზო კიკნაძე პროცესზე მერაბ დვალიშვილის მაისურით მივიდა. ხალხმა დაიწყო პოსტების დადება. აბა მერაბ, ახლა მაინც ამოიღე ხმა, გამოუცხადე ამ ბიჭებს მხარდაჭერაო. ხალხო, შეეშვით რა მართლა ამ სპორტსმენებს. თავის საქმე აქვს იმ კაცს, ვარჯიშობს, ემზადება. აგერ ხო ხედავთ ვიდეოებში რა დღეშია. ხოდა ვიღაცამ ერთ-ერთ ასეთ პოსტზე დააკომენტარა საცალია მაგისტვის ქოც მერაბასო და სრულიად მოულოდნელად თავად მერაბ დვალიშვილმა უპასუხა. აი, რა შეიძლება დაეკომენტარებინა ამაზე მერაბს? მაგალითად, რატომ მაბრალებთ ასეთ რამეს ხმაწვილო? საიდან მოიტანეთ, რას ბრძანებთო? ანუ რა ის ქოცი ქოცებს ვერ ვიტან დასანახადო? არა, მეგობრებო, აი ეს უპასუხა. ნომერი დაწერებ ბიჭო. ნუ წარმოიდგინეთ ერთი წამით მერაბ დვალიშვილი რო გირეკავს საქმის გასარჩევად. შეხვედრაზე რო გიბარებს. რა უნდა ქნა? უეჭველი ხო გცემს. მაგრამ წადი მაინც შენი რაბიდის, ხალხი წლობით ელოდება კამარზე ჭუბს და აგერ შანს გაძლევს კაცი. ზუსტად არ ვიცი ვისი ნომერი მისცეს საბოლოოდ მერაბ დვალიშვილს, მაგრამ მალევე გავრცელდა ნიუსი, რომ ხარება საავადმყოფოში ნაცემი გადაიყვანეს. ეს იყო მაინც კვირის ნიუსი, ნახეთ, 4 ივნისიდან საქართველოში ID ბარათები განახლებული დიზაინით გაიცემაო. ძველიდან ახალ დადგენილებაში გადმოტანილია დათქმა, რომლის მიხედვითაც პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი ციფრის კომბინაციას. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით მოხდება 3-6-იანი. ესე იგი, ქოცები Deep State-მა ხომ ვერ შეაშინა, ამერიკამაც ვერ შეაშინა, რუსეთმაც ვერ შეაშინა, მაგრამ აი 6-იანებთან დაყარეს ფარხმალი. მიხეილ სააკაშვილს პიჯაკების საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ანუ ხალხი ვიდექით ქუჩაში, ჩემი ჩათვლით და რაზე აღარ ვითხოვდით ნაცების გასამართლებას. საბოლოოდ ამათ პიჯაკების ყიდვის, ვაშლის გათლის და მასაჟისტის ჩამოყვანის გამო დაიჭირეს. ქოცებმა განსაკუთრებით ესტონეთზე გაილაშქრეს. კობახიძემ ასეთი რამ თქვა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორჯერვე ხელი მოეცარაო. ახლა კი ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. არა და ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაშიო. ანუ უდიპლომო პრეზიდენტი ხომ ხავთ? უდიპლომო პროკურორიც ხომ ხავთ? ვისაც დიპლომი აქვს, იმანაც როგორ აიღო ეს დიპლომი, კაცმა არ იცის და ესენი საუბრობენ სხვების განათლებაზე. საქართველოში ნარკოპოლიტიკა მკაცრდება. როგორც ჩანს, ქოცები აპირებენ მხოლოდ გზის გადაკეტვის ჯარიმებით არ შემოიფარგლონ და ვინც არ მოსწონთ, ახლა ნარკომანობას დააბრალონ. ამ ამბავზე დიდი პოლემიკა გაიმართა. საბაბუაძემ თქვა, ჯერ კალაძით დაიწყეთ შემოწმებაო. კალაძემაც არ დააყოვნა და ასე უპასუხა. წაცაგინა ძმა, წაცაგინა. გინა ადგილი და ძმა. გინა გაგონებულზე ძმა. სანამ ქართული ოპოზიციური სპექტრი იმას არკვევდა, ვინ ვისთან უნდა იჯდეს, ვინ ვის გვერდით და ვინ ვის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ოცნების არალეგიტიმურ მინისტრს არალეგიტიმური აღარ უწოდა. Facebook პოსტში აი ასე პირდაპირ მინისტრად მოიხსენიეს მაკა ბოჭორიშვილი. ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა, ხელისუფლებასთან ერთად, მე მგონი ოპოზიციის არალეგიტიმურობაზეც მოგვიწევს საუბრის დაწყება. ისე ამერიკის პოზიციაზე მაგდენსაც ნუიღელვებთ. ვახტანგ გომელაურსაც მინისტრად მოიხსენიებდნენ, მაშინ, როცა ინფორმაციას მისი დასანქცირების შესახებ ავრცელებდნენ. ხომ არ გეგონათ, რომ ამ გადაცემაში ლადო ბოჟაძეს გამოვტოვებდით? ნუ რას უკაცრავად? კვირის გადახვევას მისი საკრალური ფრაზით დავასრულებთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს საქართველო. მომავალ შეხვედრამდე.